მოგესალმებით და ნახოთ ცალკენ ეს თქვენი ფინანსები. მოდი ესე იყოს. ორ ვარიანტად გავყოთ. პირველი ვარიანტი და მეორე, პირველი და მეორე. არ ჩანს ხო? კარგად, მოდით. გამოვიქვენოთ. რა იცი? სამაჯურები. ლაბრადორიტი და ვეფხვის თვალი. მაინც არ ჩანს? ლაბრადორიტი და ვეფხვის თვალი. ორივე დაცვის სამაჯურებია, მე ძალიან მიყვარს ორივე მინერალი და არის ძალიან ნატურალური. არ ვიცი ახლა მაგიდან მოჩანს თუ არა. ამაში სხვათა შორის ჩანართები არის ქორის თვალის, რომ იცოდეთ ვეფხვის თვალში. და ვინც აერჩია პირველი ვარიანტი, თქვენთან ნახოთ ფინანსური ენერგია როგორ იქნება. საჯარო წმენდა, რომელიც გამოვაცხადეს, სავარაუდოდ არ შედგება, იმიტომ რომ არ აგროვდა ხალხი და ახლა ვინც არის ჩაწერილი, დაგებრუნდებათ თქვენი დარიცხული ის მინიმალური თანხები, რაც არის შემოგარგება. კარგით ნახოთ, იმიტომ რომ დღეს არის 27, აჰა 30 რიცხვამდე თუ რამე შეიცვლება, კი ბატონო, თუ არა და იცოდეთ რომ პირველი ვარიანტის ფინანსები. სხვათა შორის აქ გამოსვლა რაღაც ესე რომ ვთქვათ, გამოსავალის პოვნა, მე ასე გეტყოდით უფრო სწორად, გამოსავალის პოვნა, შემოგარგება ცოტა ცივი გონება იმას ქენით, გამოიჩინეთ, სწორი მიმართულებით მიდიხართ, ყოველ შემთხვევაში აქ არის ისეთი თანხის შემოდინება, წვრილი და რაღაცა ძალიან კარგი კიდევ ერთი თანხა. ეს რა არის, ასე რეაზრებთ. და არის ეს კიდე ცოტა არის აქ. რა არის იცით? აიყო ფინანსური ბლოკია, მაშინ პირველ ვარიანტში. არა და სწორი მიმართულებით მიდიხართ, თითქოს არის გამოსავლის პოვნა, მაგრამ ეს დიდი ხანი გაგრძელდება ეს ფინანსური ბლოკი პირველ ვარიანტში. არა, დიდი ხანი არ გაგრძელდება, მაგრამ თუ ფინანსები არ შემოდიოდა, აქ იცოდეთ რომ იყავით დაბლოკილი. აქ იქნება განახლება თქვენი ენერგიების, ესე რაღაც იპოვეთ გამოსავალი, ეს არის ეს სწორი ესა მიმართულება, აქაც ხო ვდგავა ჟღერე რომ არის კი გამოსავალი იპოვით თქო. აი ზუსტად ეს არის შემოკარგება, რომელიც ძალიან ესე რომ ვთქვათ, გაგიხარდებათ და წარმატებას მიაღწევთ. კი ბატონო, სწრაფი ცვლილება, პასუხისმგებლობა თუ გაქვთ, რაღაც შეიძლება პატარა ვალი გაქვთ ან რაღაცა, აი მაგის ისა, რა ქვია, ჩაფარვა, დახურვა, კი ბატონო, არის ფიქსირდება და კი გაძლიერება აუცილებლად იქნება აქ ფინანსები, კი თქვენი ინტერესების აი ესა რა ქვია, ნაყოფიერებაში გადადიხართ, ამას ითხოვთ თქვენ ეთყობათ რაღაცა ისეთი ენერგია წამოვიდა, რომ ესე არ ხართ რა გინდათ რომ ეს ყველაფერი იყოს და აუცილებლად გექნებათ აქ ძალიან კარგი შემოდინება არის სხვათა შორის. ანუ აქამდე რაც იყო, ეს იყო დაბლოკილი და ეს ბლოკი გშორდებათ უკვე ძალიან მალე. ჩათვალეთ ამ გაშლის შემდეგ. პირველი ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრეს იყო, მეორე ვარიანტი, ვინც ვეფხვის სამაჯური ჩაიფიქრა თქვენ შემთხვევაში როგორ არის ფინანსები. აქ რატომღაც ხარჯი უფრო მეტია ვიდრე შემოსავალი მეორე ვარიანტში, თუ ასეა, ესე იგი თქვენია გაშლა. აქ რაღაც არის კი ბატონო ჩაკეტილი, მაგრამ რა იქნება ეს ცვლილება? ჯერ ვერაფერს ვერ ხედავ აქ დიდს და და  Saharbiellos. Nachet, როგორ არის? 2 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 64 65 66 67 68 69 70 71 72 73 74 75 76 77 78 79 80 81 82 83 84 85 86 87 88 89 90 91 92 93 94 95 96 97 98 99 100 101 102 103 104 105 106 107 108 109 110 111 112 113 114 115 116 117 118 119 120 121 122 123 124 125 126 127 128 129 130 131 132 133 134 135 136 137 138 139 140 141 142 143 144 145 146 147 148 149 150 151 152
კარგი, რა შემთხვევაში შემოგივათ აქ თანხა მეორე ვარიანტში. რაღაც შემოთავაზება უნდა მიიღოთ. დრო, ცოტა დრო არის საჭირო, რომ აქ თანხები შემოგივიდეთ. შეიძლება ვიდრე თქვენ ფიქრობთ, იმ დროზე ცოტა მეტი დაგჭირდებათ მეორე ვარიანტი, მაგრამ რაღაც განულებაც ფიქსირდება. ამ განულების შემდეგ შეიძლება რამე გადაფიქრებ. კი, ხო. ესე იგი, ჯერ თქვენ აქ კი ბატონო, შეიძლება თქვათ, რომ всё, არა, მაგ მართლა აღარ შემომჭა, პურის ფულიც არ შემომჭა, შეიძლება იყოს ესეთი მომენტი, ხო, რაღაც განულება ამოიწუროს მთელი რესურსი, მაგრამ შემდეგ როგორ არის, იცით, შემდეგ არ ვიცი სამსახურს პოულობთ, არ ვიცი რაღაცა, მომენტალურად სტაბილური შემოდინება თანხების არის. კი ბატონო, არის აქ ეს მომენტი იქნება, ასე რომ მეორე ვარიანტი არ შეგეშინდეთ იპოვით აქ თქვენ ხო გამოსავალს, თუმცა ამ წუთში გასავალი უფრო მეტი არის და რაღაც მიდიხართ, ესე რომ ვთქვათ, პირიქით ხარჯისკენ, ხო? მაგრამ აქ ჯერ ერთი რაღაც დახმარებას თუ რაღაცა შემოდის ისეთი ენერგია. შეიძლება ვინმე ხელი შეგიწყოთ, ხო? ცოტა დრო გჭირდებათ თქვენ, დრო რაც გაქვთ იმაზე ცოტა მეტი და მე არის უკვე ძალიან კარგი, ხაშურის ეს ახლა. მე მაგალითად თანხა ამას ახლა ვიტყოდი, რომ 1000-ობითაც კი შემოდის აქ თანხა. 1000-ობით. ან რაღაცა ისეთი ხელფასია შეიძლება ძალიან მაგარი სამსახური ვიღაცამ იმას ქნას გაჩითოს, ხო? და თუ ახლა თქვენი რესურსი და ცოტა ესე მათ მოგეჩვენათ ეს რომ ის არის, რა ქვია, ზედმეტი, ხო, 1000-ობით და გაგეღიმათ, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ სტაბილურად თქვენთან გარკვეული თანხები, ესე რომ ვთქვათ, მაინც სტაბილურ სამსახურს იპოვით და რაღაცა შემოსავალი შეიძლება უეჭველი. ორი აზრი არ არსებობს და ვისაც შანსი გაქვთ, რომ მაღალი ხელფასის შანსი ან რაღაცა, ან ბიზნესი გაქვთ, იცოდეთ, რომ აქ ზუსტად მაგ რეალიზაცია იქნება. არ არის გამორიცხული ვიღაცას დიდი ხელფასი ქონდეს 7, 10, 15 რაღაცა ესეთ ხელფასები. აქ. და თუ კი ეს არ არის ახლა მაგ ხელფასი ბევრს არ აქვს, ხო? მაშინ გამოდის, რომ კიდევ გიმეორებთ სტაბილურად, მაგრამ აუცილებლად გაიხსნება და აუცილებლად შემოგივათ, შემოკარგებო ეს თანხები. საერთო ჯამში მე ვფიქრობ, რომ არა უშავს, გისურვებთ წარმატებებს და გამშვიდობებით დროებით.